Poeti Platon Chaduneli, Paimani. Niavukari mofrinavdi შენს შესახვედრად. Კეთფოთი და შენს დარცხვენილ გავდი ნიფლიას. უხვად აფრქვევდი სურნელებას ნაზი ყვავილი, რომელიც დიდი მოგრძალებით მომქონდა შენთან. ვიყავ ამაღი, ეს ქვეყანა ჩემი მეგონა და გზაფხული მყავდა ფარულმე საიდუმლეთ. მაგრამ უნდო ჟამს ჩამოაწყდა წუთი ფოთოლი, მერე საათით ჩამოაწყდა ხმელი ტოტივიც. მივჩერებოდი ჩამოტეხილი სრებს შორიდან, ვიდექ ჩინართან უჩვეულოდ გურჭად ხრობილი. წვანი რტოებმა მწუხრის წვარი მომართვეს პეშვით და მიტოვებულს უნებლიეთ აღმომხდა ოხრა, რაც შემატოვე ყვავილი ხელში. აღიარება ნისლის ფარჩა ეფინება სერებს, ჩინარს ქარია გვანივით არწევს, მე თუ დღემდე ყვავილებზე ვწერე, დავჯდები და ახლა შენზე დავწერ. გულის სქერით ავაჟღერებს სიმებს, ჟამთას რბოლო ვერ დამიგებს მახეს, განსასწრში მომაგებებს სხივებს, ეგ მზესავით მოელვარე სახე. მოვიგონებს სურნელებით თრობას, გამიღიმებს სიყვარულის ღმერთი, ულკვანივით მოწოლილი გრძნობა ფიანდაზად გაგიფინო ფეხთით. მომენტობა შენი სული წმინდა, ვაღიარებ, რაც აქამდე ვფარე, და მდუმარედ გადმოხედავს ციდან, საიდუმლოს შემნახველი მთვარე. დამშვიდების, კარგ ბუნებაზე დადგომის, ერთ უფერების საღამო. მე ვარ ლია მეტრეველი, მე მგონი დარბაზის დიდი ნაწილი მიცნობს, ვინც არ მიცნობს ვარ საგწიგნის დირექტორი და ამ შენობაში ქეთი დუმბაძეს ვეუბნები ერთის კამი გამომიღავი და დავშტები და შენ ისედაც გაქო მეუბნება და აჰა მაქვს. ყოველ მე-13 მე-4 დღეს აქ ვარ. ასე რომ შინაური ვარ ამ გარემოსთვის და მე ბედნიერი ვარ რომ მაქვს უფლება აი ამ გარემოში ამ სახლში ამ დარბაზში შემეძლოს გავმართო საღამოები, მოვეფერო ჩვენს სტუმრებს, მოვეფერო მწერლებს, მოღვაწეებს, საზოგადო მოღვაწეებს, არ წვენი ამ სიტყვის თქმა და ყველა სათითაოდ ჩათვალეთ რომ დღეს ვინც ხართ თამაშ ჩადუნელის სტუმარი, გამოთვალთ თუ არა და მოხვალთ თუ არა მიკროფონთან, თქვენ ყველა ხართ მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი სტუმარი. ერთი ჩვეულებრივი უბრალო სტუმარი აქ არ არის. ჩათვალეთ რომ ხართ ყველა ჩვენიანი. აქაური თამაშ ჩადუნელის სახლობელი, ჩვენი ახლობელი აი ამ უმამაზესი გუნდის ახლობელი, აი თქვენ წინ დადგა ახლა. ერთი გუნდი, იმ დიდი გუნდის ნაწილი, თავისი დირექტორის მეშაგებს ულამაზესი გოგო ნატალი სკოლა ლიცეუმი პრომეთეს არაჩვეულებრივი გუნდი ამ ბავშვებს დავუძახე იმიტომ რომ მე ვიცი როგორ უყვართ პოეზია, მე ვიცი როგორ აფასებენ ჯერ მასწავლებლები აქ დარბაზში ხედავ. მე თვითონ ბავშვები როგორ კითხულობენ თქვენი სკოლაში უნდა ნახოთ სცენაზე. შემდეუნებურად როცა პირველად დავგეგმე, ცოტა სხვანაირად დავგეგმე, მე შევცვალე საღამოს ფორმატი და პირველი რაც გავიფიქრე, რა დაამშვენებდა და რა მოხდებოდა დღევანდელ საღამოს, აი ასეთი ცოცხალი, სიცოცხლის შემოსვლა, ახალგაზრდა ჩვენი მომავალი თაობის შემოსვლა. ბავშვი ბიჭი რო დადგება, ესეთი ბიჭი და ლექს წაიკითხავს, აი ესეთი ლამაზი გოგოები რო ჩამოდგებიან და ლექსებს წაიკითხავენ. საქართველოს გახსენებული და დიდი მადლობა ბავშვებო. კიდე ერთი პატარა დეტალი, რამდენჯერმე ერთად მოგვიხდა ჩვენ ასეთ საღამოებში მონაწილეობა და ერთ დღეს ვარ ნატასთან ლიცეუმში რაღაც ჩვეულებრივ ღონისძიებას ჩვეულებრივ სტუმარი ვარ და უცებ ჩემთან გაჩნდა დიდი გუნდი ბავშვების, აი ესე მათ შორის და ყველა ცალკე მოვიდა და მომეფერა. ორჯერ ვიყავით როგორი არაჩვეულებრივი ბავშვები, კარგად გაზრდილი ბავშვები არიან, იციან რომ
ადამიანს, რომელსაც უფროს შეხვდნენ ორჯერ, სამჯერ, იყვნენ ერთად, ვალდებულად თვლიან თავს, რომ მივიდნენ მიესალმოთ. აი ესე გესალმებიან დღეს ეს ბავშვები, მე ვაპირებ დავიწყო, აი ეს ყველაზე პატარა თი, რა ლექს წავიკითხოთ, იცით, ვისი საღამოა, მაპატიეთ. ისე ემოციებმა ისე წამიყვანა სხვა მხარეს, რომ არაჩვეულებრივი კაცის. რომ გითხრათ, მე ვიცნობდი, მეთქი მოგატყურთ, მაგრამ ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ვიცნობდი, იმიტომ რომ მე და თამაზი ერთი კუთხიდან ვართ. მისი დედის და მამის თავზარდამცემი ამბავი, როგორც დიდი მეფის გავარდა იმ პატარა დაბაში, ისეთი იყო. სრულიად ახალგაზრდები, დედა ფეხმძიმედ მესამე შვილზე, ავარიაში მოყვნენ. ქრისტეს ასაკში ფაქტობრივად 33 წლის იყო. დედა? ხო. ხო, აი ესეთი ახალგაზრდები და გადასახლდნენ სხვა სამყაროში. როგორც ჩანს, მათი ბედის წერა ასეთი იყო, მოითხოვა ასეთი კარგი კაცი, 37 წლის კაცი, რომ ისეთ სახელს და ავტორიტეტს დატოვებს, როგორც ბატონმა პლატონმა დატოვა, ეს დიდი რამეა, მე რადგან ვიცი, ცოტა უფროსი ვარ, ძალიან ბევრით არა, მაგრამ ამის პიონერ ხელმძღვანელი ვიყავი, მაინც. ხოდა ვიცი რა ავტორიტეტი ქონდა აი ამ კაცს იმ პატარა რაიონში საერთოდ. დღეს არის ამ კაცის იუბილე 80 წლის თავი. ჩვენ ვართ მოსული იმისთვის, რომ მივაგოთ პატივი, უთხრათ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთა შვილისთვის, თავისი შვილიშვილებისთვის და ყველაფრისთვის. არ მოსულ ვართ, ისე მოვედით, ესე იგი იმსახურებდა, რომ მოსული ავით და დიდი მადლობა თქვენ ყველას და ვიწყებ თამას მერე დავდანილ. ნუ მოდი შეცადა. და აი ვიწყებ ამ ძალიან ლამაზი ბავშვებით. მინდა რომ და მე ერეკლე დააბრუნებს სულ ეჩქარება. ერთხელ ვერ ვნახე მოვიდეს და ბოლომდე და აუცილებლად უნდა გავარდოს. სადღაც სულ მოთხოვნა ამ ადამიანზე. მესმის თან მესმის და თან წინს. მინდა რომ ჩემთან იყო ბოლომდე. ვიცი. აგრეგე დავიწყე. შენ თანდოა, მაშინა. მე ეთილი აბა ბავშვებო. დავიწყე. მე დღეს წავიკითხავ ივერის მხარეს. ივერის მხარეს. სხივები მთებზე აფენენ მხარეს. შუქი ივსება ეზოგარებს. შენ გაიხარე ივერის მხარე. ნუდამ ხელი ხარ საგოგმანებო. მოგესალმებით, დღეს მე წავიკითხავ ზედუმნელ ქალიშვილს. ხმაწულს მისდევდი დასატუქსავად. გახვეულიყო ნისლში ხეობა და ჩემი სულის უსტარს ფურცლავდა მიუწვდომელი შენი მზეობა. დამთხალ ნუკრივით მზერა მომაფხა. ვარსკვლავებს გავდნენ შენი თვალები და მაშინ მივხვდი თურმე ბონაპარტს, რატომ მოსწონდა ასე ქალები. გავიგე წმინდა სულის სიმშვიდე, როგორ აქცევდა ზოგჯერ ნამცედა. სოლიანობა რომ არ მიშლიდეს, გამიზრახავდი შენს მოტაცებას. დღეს კი რა მრჩება ლაჟვარდი ვსერო რომ შეუძლო შენთვის სულის მოცემა ჩემი საკუთროს მეორე მზეო და გაფრენილო კილო 20. გენთოგილის მაღალი ხალხმეც კი გავდასხეული თავზე მთაგედგა მაღალი თეთრნილსში გამოხმეული გნახე კენტობა მომწყინდა დავდე კლოდების კარათან წელზევით შუქით კოცნიდა წელქვევით წყალი გეფარა ყვეთქმილი სუნთქვას მოვეშვის შორს ხარირენი ბღავდა ჩემი ოცნება მორევში შენს გვერდი ჭყუმპალაობდა სულდა ხლებოდი თეთრყვავი სამოთხის მზემრო მაღერა შენ თევზად ქცეულიყავი მე ჩაგდგომოდი ფაცვერად მოგესალმებით, მე წავიკითხავ ლექციას. სოსტი გაქრება და ბუჩქთან ისევ გაიშლება იყო. მისი უნაზესი სოთქვა ფრთებზე შეებნება ნირის. დილა გამოისხავს ხათოს და მოხდა 9 გაყოფ ერთ დღეს. გულში მოფუძბულზე გაცდა 1000 საიდუმლოს მერდეს.
ვერსაც შეაჩერებს გზაზე დროის თავმოშობილ მერნებს, მაგრამ სამუდამოდ გავწევ წფერი სიყვარულის მერე. აუ ვერ ჩამოხლოს კეთილს, ერთი ნატრეს სიბრძნეს მეტე. დედა ვახსნებოდი მკვეთრით, ერთი საუკუნის შემდეგ. დავით. გაშორების სინანული მისლობს, ნაბადურით მაფარია ღამე. გადაწყვეტე დაშო კათა მისვლა, რომ წუხი გავატანო წამებს. ფიქრის წევში მოგონებას სახლობს, რული აღარ ეკარება თვალებს. დაორთელი ფანჯის მიმისახლოს, ობოლივით ჩაიარა თვალე. ლოდინისმა ნარასავით მესმეს, ფარულა დარდებს ეჭმეში წნა. ლევოს რტოზე მოლაღული კუნესის, ალბათ ბუზე დაუგრიეს საწყლას. ბუზე მაწევს მოθმინების ბელტი, გარიჟაჟი აფერადებს ქედას. და იმედით ხელგაშელი ბელტი ოცნებაში აყოლებულეთებს. დღეს წავიკითხავ ლექს საქართველოში. დღეს ჩემი გული ისევ თობით. გზაზე იყვარი წავა მეწია. ვიცი, ავდარი ვერსად მომისწრებს, რადგან მამული ხედით მეწვია. ეს დღე ნათელი ჩემთვის გათენდა. შორს ლივრივებენ ლურჯი ყარები. გავარ მთაწმინდის გადასასვლელთან და საქართველოს მეთაყვანე. მინდა რომ ხელში გზერმა მიტაცოს. მარა რაც ბედმა ცრემლი მანდ. დავაღიარებ ლურჯი ცისტარტობს, ქართველი დედის წმინდა მაგილა. სურს ვადღებძელო ახლა ის ხმალი, ფიცხელ ბრძოლაში მტერზე მისულთა, რომ არ დააგო ერთი მისხალი, სურვილს, რომელიც მიაღწია. საინტერესო ის იყო, რომ ბავშვებმა ასე თუ ისე მეტნაკლებად ქალბატონინოს ჩვენ კათედრის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თავისი დაარჩიეს და თავისი ინტერპრეტაციით წაიკითხეს. ანუ წაკითხვაში არანაირად არ ჩავერიოთ, გვინდოდა რომ თვითონ როგორც იგზნოს თითოეული ლექსი ისე წაიკითხათ და მეგონი ძალიან კარგად გაართვით ბავშვებო თავი. რაც ეს თვალში მოხვდა ეს ლექსი დავდივარ დავეძებ და მეც შემოგირდეთ და წავიკითხავ ამ ლექსს.
ყვავილებს მაყრიან, დავდივარ დავეძებ, პოულობ და მაინც რაღაცა მაკლია. ტოლები მიწვევენ ნადიმად, ვეცლები ფიქრების მარწუხებს. ეთერში სადაბოსთან დავდივარ და მაინც რაღაცა მაწუხებს. ჩურჩულებს ოცნება მჩქეფარი. სხივებმა ვაზები გაბარდნენ საკვანში, სიცოცხლის შევხარი და მაინც რაღაცა მადარდებს. აპრილი მწვევია დროულად, ტყებრები ყვავილებს მაყრიან, დავდივარ დავეძებ, პოულობ და მაინც რაღაცა მაკლია. ჩვენი მეგობარი, სტუმარი არც არის ხა ერეკლეს სტუმარს. სულ ყოველთვის პირველი რომ დავინახავ რამდენი წელი ბავშვები გავაცილოთ ტაშით გავაცილოთ ბავშვები. არა, დამაცადე რა. ფარაც. მურმა ლევანძის არაჩვეულებრივი ლექსი მახსენდება. რამდენი ერეკლეს მთელი ამ მეგობრობის განმავლობაში დავინახავ, ჩემთან მოვაწავა. პატარა ერეკლეს საღლიანი თავის მამასავით კარგია. ეხლა მთელი ლექსი წამაკითხებ. აგერ ეხლა თასავით დააკუხებს. თავის მამასავით კარგია. მურმანმა სიყვარული მომაგონე თორე ჭვიანი კი არა ვანგარებდი ქვეყანას მასში ბატონებო და ქალბატონო ლიას სიტყვებს მიუმართავისე მე არ ვიცნობდი ბატონ პლატო არც მე არ ვიცნობდი მაგრამ ვიცნობ უიტმენის სიტყვებსაც მოიშველი გადავშლი წიგს ხელს ვართმევ კაცს ეს არ არის წიგნი დიახლე და კაც შეეხება დიახ ბატონო ესე ამ ქვეყნიდან წუთი სოფლიდან იმ მარადიულ სოფელში მყოფ კაცს ვართმევ ხელს და ვეუბნები მადლობას ვეუბნები აი ამ უგულწრფელესი ლექსებისთვის რა დიდი ტრაგედია მოხდა ჩვენთვის 1974 წელს ქართულმა პოეზიამ დაკარგა თავის თავადი ხმის თავის თავადი ხედვის პოეტი რაც დატოვა კაცმა ყველაფერი არის მის პოეტურ ქურაში გამოტარებული სევდა რომ სევდა ცრემლი რომ ცრემლია აი ისიც კი მაქვს მელექში ასეთი სახე თვალთაფს კერიდან ამოხავს ცრემლი აი ესე ბატონ პლატონს თვალთაფს კერიდან ამოყავს ცრემლი ის ეთყობა ლექსს რომ ყოველ შემთხვევისთვის არიღებს კალამს ხელში აი ამ კალამის აღებას ღრმა ფიქრის კვალი ატყვია დიდი ბრძოლის კვალი ატყვია და ჩემთვის ის როგორ შემოქმედი საკუთარ ხარვეზებთან საკუთარ აი ამ შიდა სამყაროსთან ჭიდილში გამარჯვებული პოეტია თავისი ტრაგიკული აღსასრულის მიუხედავად გამარჯვებული წავიდა ქვეყნიდან დამარცხებული
თვით სიკვდილთან ბრძოლაშიც კი. მე ახლა რო დავიწყო მისი პოეზიის შეფასება დილამდე ვეღარც მოვიჩები. არავითარი ძალდატანების კვალი. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება. არა მარტო ლექსზე, არა მარტო სიტყვაზე, თვით მკითხველზეც კი არავითარი ძალდატანება არ არის. აი ეს როგორც შემოქმედის უდიდეს გამარჯვებად მიმაჩნია მე. რომელი ლექსიც არ უნდა გადავშალო, ყველა ლექსში ავტორს აქვს სათქმე. ხვარი ლექსი შეიძლება არ იყოს ურიგო, მაგრამ არ იყოს ცოცხალი. პლატონ ჩადუნელის ყველა ლექსი არის ცოცხალი. ცოცხლობს. მოდი ერთ-ერთ ლექსს გაახლებთ. ნისლის ბეჭედში ჩასმული მტვარი მორცხვად უმზერდა ბუჩქებს. ფიქრობდა ვინ არ მომამყრობს თვალებს, ვისაც სიცოცხლე უჩქებს. მაგრამ მტვარისთვის სადღა ეცალათ, მათ ერთმანეთი ჭორიტეს. დუმილი მალე შემოეცალათ, ხევებს თულებარე შიტებს. ფარავდა, ბაჯე ფარავდა ბროლს და მინანქარს, ღამე ამცხოვრებდა ბექთარს. ვაჟმა ვერ შეძლო, ეთქვა მიყვარხარ, იქნებ ქალს უნდა ეთქვა. როგორი საგალექს. აი პირდაპირ გულისკოლზე რო გირტყავს და გულისკოლზე რო გიბატონებს. ბევრი შევხვდებით თქვენ ასეთ ლექსებს. დღევანდელ საღამოს ჩემი აზრით ერთდროულად იმ დიდ ტრაგიკულ ტკივილთან ერთად ახლავს დიდი ამაღლებული განწყობაც, რომ იცხოვრო ჯერ მოხვიდე, იცხოვრო პოეტივით, იაზროვნო პოეტივით, წერო პოეტივით და ბოლოს წუთი სოფელს ადამიანი გაშორდე ლექსით. და მაინც რა სინანული ბოჭკს. ეს სინანული არის ძალიან დიდი და რატო. მოხდა ასეთი რამ, რომ ცნობილი კომპოზიტორის გასვენებაში მისული ხალხი გახდა ასეთი რამის მომსწრე. მიცვალებულმა თითებია მოძრავა. არ ვიცი მართლა მოხდა თუ ხალხს უბრალოდ სურდა ესე დაენახა და ამის ყალობაზე მართლაც დაინახა, მაგრამ ითქვა ამ კაცმა თავის ყველაზე დიდი ნაწარმოები იმქვეყნა დაუკრა. მე მგონია პლატონ ჩადუნეულმა აი ამ გულწრფელესი ლექსების მიუხედავად თავისი ყველაზე დიდი შედევრები იმქვეყნა დაწერა. აი ეგარი დასანანები. მოდიოდა
დიდი ტკივილი, დიდი სიხარულით. მე მადლობას ვეუბნებ მის მაღალ სულს, აი იმისთვის, რომ დაგვითხოვა ესეთი პოეზია, დაგვითხოვა კარგი შვილები. და აგერ თამაზისთან მეგობრობ ვიყავი მე ვიყავი მაგრამ ხო იყო ჩვენს გვერდით და რამდენი სიხარული ვნახეთ ჩვენ მისგან და მე კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებ იმის სულს ჯერ სურათს რომ შეხედავ გარეგნობა ცხონებულს როგორ ეთყობა რომ აი ამ სახის პატრონი იყო ამ ლექსების დამწერი. მადლობა ყველას თქვენ, ვინც მოგზავნით დღესად. მეთანხმები გურმანს, თავის მამას დავიწყარია. ერთი რამ დამოვიწყდა აუცილებლად უნდა მიცვას, სანამ წოთა ერთ პატარა განცხადებაც უნდა გავაკეთო. სამწუთს რომ გამოვაქვს, ნუ გადავაც ფორმატს, იმიტომ რომ ძალიან ვიცი რომ ბევრს უნდა გამოსვლა, ბევრმა რეგულებს პირველად ფორმატში გვაქვს ლექსები უნდა მოვისმინოთ ბატონ პლატონის და მე სიტყვები. ამიტომ ეკაკვიციანმა, რომელიც კარგახანია ჩვენთან აღარ მოფილა, თავისი პატარა პრობლემის გამო და ეს იმდენად დიდი ვერც კი გამოვხატე, კარგად როგორ გამიხარდა მისი დაბრუნება ჯგუფთან და მივესალმოთ გამოსვლობა და კარგად მოხდა ამ ლამაზ კიდევ ერთი ვიდრე დარბაზში სმენა შეიძლება ვიდრე ერთმანეთის ატარა შეგვიძლია უკვე ბატონ პლატონის ლექსების მოსმენას. აი ლიტერატურული საქართველოს რედაქტორი ბატონ ჯუვა ებელი იცნობს ბელა ალანია პოეტის შვილი არც მაცდის ხო ხედავ ჯობდა თვითონ წაიყვანმა საღამოზე აბა ეგრე ჯობდა მაგრამ რა ისე ლექსები რომ მოვისმინოთ და წარმოდგენა გქონდეს რა წერდა როგორ წერდა და როგორ უზრუნავდა და როგორ უყვარდა ჯობია ასე ისე მამაკაცები უფრო კარგად წაიკითხავენ ამ ლექსს ჯუბაჩებს მედესინგამ ვინ იცის ამ ამდელი წუთები ვისრას პირდება სადაინთება განდელი სიცოცხლე სადაფრინდება სადგამწყინდება ცვარებით ანწები ჯიხვის რქისანი სად შეიხსნება გარები სად დაეცემა ის არის სად აბორტდება ზმანები ციხე კოშკები ბროლისა სად გაიშლება ბჭყალები ფაფარაშკილი ლობისა სულო ბოროტოს სად არის ვისა მოხდება გალობა ან ვის შერჩება საკარი კაი ყრმობა და კალობა ვინ იცის ამ ამდელი წუთები ვისრას პირდება სადაინთება განდელი სიცოცხლე სადაფრინდება იმედი უქრობი ნაგვერდლის ქვიანზე ჭენება ცხენთა დამწვარი ქართლი და კახეთი თათბირად შეღრილი მცხეთას კლდეკარად ქცეული ვარძია თამარის ღიმილი ნაზი ფიცხელი ბრძოლები ბასიან სრემლები აჩეხილ ვაზის ერეკლეს ხმალი და აბჯარი კალთები ჯაყელის ფექტრის გულდაგულ ნალესი ხანჯალი დევს მდევთან ტრულად რომ შეხრის ეს ჩვენი ფუძია მედგარი და მტრისთვის სიკვდილის ცელი დიდების კვარცხლბებზე შემდგარი სილაღე ქართული რწმენის იყალთო გრემი და გელათი ალამი ჩაჩქანთა ზემოთ კვლავ თავისუფლება გვეძახის შენს გულში მამულო ჩემო იჯორია ხო მე ვიცი რა რომ ჩემს გასაგონებულებოდა ფორმატზე დირექტის მაგრამ ეთერის თქმა უნდა თქვა ხა მე და თამაზი აქტიურად პოეტური სიყვარულის მეგობრები ვარ და ამდენი 10 წელი იმდენი ალბათ აღარ დავჭერდა გასავლელი რაც მეგობრობთ და უფრო მეტი პატივისცემა გიჩნდება ადამიანისადმი როცა გებულობ როგორი ცხოვრებით იცხოვრა როგორ გამოიარა წლები ოღონდ
თქვა და მოვიდა დღემდე აი ესეთი სრულყოფილი კაცი, ჩამოყალიბებული პიროვნება, ვაჟკაცი ადამიანი, დიდი მეგობარი, არაჩვეულებრივი პოეტი, რომელმაც გააცოცხლა ჩვენ თვალწინ ვიღაცისთვის მივიწყებული, ვიღაცისთვის არ მივიწყებული ძალიან დიდი ადამიანი პლატონ ჩადმილიანი. ჩვენ ტრადიციულად ესეთ ადამიანებს უთუთ გვერდებს და აი რატომ საქართველოში ეს რამაც კაცს დაეთმო მთელი გვერდი. მე ამისთვის მადლობა მინდა თამას უთხრა. ხანდახან არის ხოლმე სიტუაცია, რომ ქართული მწერლობა კი არა, ფაქტიურად ოჯახის წევრებს უწევთ უპატრონო იმ დიდ ადამიანებს, რომლებიც რაღაც მასონაში გადავიდნენ. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, გადასულიყოს ოჯახებიც კი და ჩამოთვა ძალიან ბევრი შეიძლება 60 წლებში წასულებისა და ჩვენ არ გვაფიქრდება, რომ მას აღამოები მოუწყოთ. მადლობა თამას, დღეს 90 წესავე შეცვლა მამამისის, 10 დაუმკვიდროს, არ მოგაწედა მე თარგმანებს არის ვაწედი. ისო არაჩვეულებრივი თარგმანი, ახლა მოისმენთ, მე შეიძლება ესე კარგად წარმოვადგინო, მაგრამ არწმუნდებით. ორი ძლიერ სიტყვის ოსტატი გახდა ბატონი პლატონი. შემუშენკოს ლექსი, სამი თარგმნის ლექსი ავიღე, რემონტოვის ესენგის და შემუშენკოსი, შემუშენკოთი დავიწყე. წერილი ფრონტიდან. აღარ ვწერ, დაზოგჯერ შევიძნობ სიმძიმის, რომ ხედავ ბედნიერ თანატოლს, პატარა ბარათზე დაფქვეულ ხიბიდის, დაფარვის სურვილი მხალატობს. ოქროსფერ მთვარიან ღამეებს, სიგონებს, რომ სწრაფად გამაცნოს საროსტანს და როცა კითხულობს უბრალოს ტრიქონებს, ის რადოსდულს შორტივით გადმოკრავს. შენ დუხარ მხოლოდ მე წმენა მოქვს ასეთი, თხოსვასთან გაგყოფდი ბედიღბალს, ბედნიერ წუთებში შენ როგორ გაძლევდი, არ გეთქვა, ერთ გული გვერდით ყავს. მე სხვასთან გაგთქვამდი, რომ ომის ქარიშხალს წაეღო წუხილის ფიალა, მაგრამ წამს მაინც ვერ ჩავდივდი წაშლილად, ჩემს გულში ფთაგაშლიც ქრიალას. მიხეილ ლერმონტოვი. ღირსი არა ვარ მე შებრალების, რომ ეს სიტყვები ნაღოლიანია, ო არა ჩემი კაცრი წვალება, მეტის სიმწარის საწინდარია, მე ბაირონის პირს ვეხიზნები, სიმღერას ვისმენ კეთილ ხმებიანს, ერთი სული გვაქვს, ერთი მიზანი, მაგრამ სხვადასხვა ბედნიერი ღებია, მე როგორც იგი ვეძებ გართობას, ვიწვი ბავშვობის წლების სარილში, როცა გულს მწვავდა ბრწყინვა ნათობის, დამიტაცებდა ღელვა ქარიშხლის, მე როგორც იგი ვებრძი ავსულებს, ვეძებ სიმშვიდეს, მაგრამ სად არის, საშნელია ჩემი წარსული და მომავალი უფლუსაზარი. მანდამაის ესეთი თაიგმანი ბევრიც, მაგრამ წინასწარმეტყველული კია და ჩემი ფავორიტი სერგეი ესენინი. არ უნანო, არ უტყირი, არ უწუხვა, არ მინდა ძველ სიზმრებს მიუყვე, ჭრობის დრო ქცეული მარწუხად, ნენელა ნაშორებს სიყრმეს, თქვენ წახვალთ სიანის წამებო, ვიცი ხელს დამორევენ დღენი და ჩემი არხყოფნის სამეფო, სვარს ვეღარ დამაფრქვევს ხენით, ო სულო არაფერს ვინაღლებ, ღემილი ჭრილობებს ვერ ცulis, სადახა შენ ჩემო სილაღე, ნიადაგ ქვეველო ცეცხლის, სურვილებს მთლიანად მოვეშვი, დამემსხვრა ცხოვრების ალკე და თითქოს გასული სირც მორებში, ლუჯაცხენ შორგზაზე გავყევ, ოყოლავად მოსული ამსოფლად, ყოსურდე ფოთლების ცვენას, რადგან წამს დაჭკნება არ ცნობა, თამაინც იცოცხლებს წმენა. ახლა თავს დავუდგმოთ სიტყვა და მერე მაია თოფერი შენ საქმე და შენს მოდი მოგროვდეთ და მერე ლექსები დავთავროთ და მერე გადავიდეთ სიტყვაზე. მაია მოდი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა დღეს აქ დგომა, იმიტომ რომ თამაზე არის ჩვენი მეგობარი, როგორც კი ჩემთვის ასე ვთქვათ ეს წერალთა სამყაროს კარგი გაიყო, აი
თამაზი ჯუბა მაიკო ეკა ემური ზუსტად ის ადამიანები იყვნენ ანონიმიკაზე მაგრამ ვინც აი შემომეგებდნენ ასე ვთქვათ და ამიტომ დღეს ამ ყველაფერს იმის გამო რომ გამიცდი როგორც ძალიან ახლობელს ჩემთვის ახლა უყურებდი ახობელი კეთია შეგიო არა შეიძლება და კეთი თავისას იტყვის ახლა უყურებდი თამაზი როგორ წერდა მამის წიგნზე ავტოგრაფებს და სულ მევსებოდა ერთი მხრივ სინანულით, მეორე მხრივ სიხარულით, რომ ბატონ პლატონს დარჩა ღირსეული მემკვიდრე, დარჩა პოეტი თამაზ ჩადუნელი, რომელმაც სამწუხაროდ თამაზ მამასავით ობლობა ერგო ბატონ პლატონს ორში პამდა გითხრათ რომ ბატონ პლატონს მამა ომში დაეკარგა და მას შემდეგ მის პოეზიაში ძალიან დიდი ადგილი დაიკავა მამის მიძღვნილმა ლექსებმა და ამ სიყვარულმა 8 წლის იყო თამაზი და ხედავთ რამოდენა სიყვარული დაყვება მამის და მას შეუძლია იამაყოს იმით რომ მამამისი იყო ნამდვილად კარგი პოეტი მამამისი პოეზიის გარდა დაჯილდოებული იყო სხვა ნიჭითაც ის არაჩვეულებრივად უკრავდა როგორც წიგნიდან მოგონებები წავიკითხე და მიყვებიან რომ ძალიან კარგად უკრავდა გიტარაზე, ფანდურზე უკრავდა ასევე უყვარდა ჭადრაკის თამაში და თამაშსაც ამეცადინებდა ასე ვთქვათ წერდა ლექსებს თავისთავად ცხადია მაგრამ ასევე ხატავდა მართალია ფანქრით ხატავდა და თუმცა მისი ოცნება იყო რომ ამ გაჭირვების ჟამს მას ოდესმე ფანქრით არა უკვე სხვა ფუნქციით დაეხატა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეგობრების მოგონებები ისინი მას იხსენებენ როგორც საოცრად თავდაბალ ადამიანს მას ძალიან უჭირდა გაჭირვების წლები გამოიარა მაგრამ ის ღირსებით ატარებდა ამ წლებს იმიტომ რომ თავისი შრომით თავისი წესიერი შრომით და არა მლიქნელობით როგორც იმ ეპოქაში პოეტები მლიქნელობდნენ წერდნენ ესე იგი მიძღვნილ ლექსებს პარტიაზე ლენინზე და დაწინაურებული იყვნენ ბატონი პლატონი ძალიან თავდაბალი იყო და ასეთ რაღაცები მას არ გამოსდიოდა მოკლედ ნათელი და მარადიული ხსოვნა იყოს და მე მინდა რომ წუთიერი დუბილი პატივი მივაკოთ ბატონი პლატონის სულს სულში შემომიტანა შენზე ფიქრების ტორიანტელი უამინდობა თავი მაცნობა და გაზაფხულის ვიგრძე დიდება როგორც ოდესღაც შენი გაცნობა არც დავიწყება გამიკვირდება ძალიან კარგი ლექსებია და გთხოვთ მოუსმინოთ რამედმა გადავირჩინა მამული სუნთქვა მარადის შორით მომესმის ყიჟინა ქწანისისა და მარაბდის ძველი ზარების ფარია ჩუქურთმიანი სიონი ხვას აწვდეს წმინდა დარიალს ბებერი კავკასიონი იფოფრებიან ტალღები ყვირილასი და არაგვის სვეტი ცხოველის თაღები ეტრაც ფურცლავენ დაგრაგნეს დიდებულ შოთას ჩანგივი აჟღერებულა ხმელეთი თვალს მტაცებს თებში ჩაღვრილი შვიდფერი ცისარტყელებით როგორც სიცოცხლე ჩაუქრობელი და უკვდავების ვრცელი ბალადა მიამაყება წუთის სოფელი იყალთოს მზე და ძველი მარაბდა ყოველთვის როცა სურვილი მახლავს სუმზის საუფლოში ვეძებდნენ წილხვებს სულ მოუთქმელად ავყავარ მაღლა ამაყად მზირალ სურამის ციხეს ტყედის პერციდან ელვის სისრები მიზანს მაძლევენ მიზნის მისაკვლევს და ლიხას მთიდან ლურჯი მისლები ლიხის მთიდან ლურჯი მისლები მიირწევიან ბრძანისისაკენ
მშვიდობის თამას ბოლო წელს მან ყოველ შემთხვევაში რომ ეცოცხლა იქნებოდა დღეს შეიძლებოდა მისი აქ ყოფნა. ეხლა ერთმანეთს რომ გაუგზავნით ამით შეიშალა და შეგეშალა. რა მინდა რომ ვთქვა, ეს წიგნი თავიდან ბოლომდე მაქვს საკითხული. შენი მამის ლექსებს, პლატონ ჩადრელის ლექსებს გამიცანი და აღტოვანებული ვარ. შესანიშნავი პოეტი, კარგი პოეტი, მართლაც დააყდა საქართველოს და დააყდა მკითხველს. ეხლა უმრავლესობა არის სასიყვარულო ლექსები, ერთს წავიკითხავ და მერე გუშინდელ ამბავს ერთად წინადადებას გეტყვით. რომ შენ მიყვარდი, ზამთარმა მთებზე დატოვა თოვლი და აიკეცა ჩუქის კალთები. თუ შენ ძებნაში მუხლებს ვერ მოვღლი და უღრანებში დავიკარგები, ჩემ თავს არ ვეტყვი რომ ვეღარ პოვებ, რომ დავრჩი შენგან განაპირები, შემოფარებენ მე როგორც პოეტ, შემიფარებენ მე როგორც პოეტს ფრინველები და მთის ყვავილები, შენ ჩემ ჭიშკართან მიხვალ წლიმაში, მიკითხავ სახლში არ დაგიხვდები და უსათუოდ მიხვდები მაშინ, აუცილებლად მაშინ მიხვდები რომ შენ მიყვარდი ამ ქვეყნად მხოლოდ რომ ყოველ ძვირფას შენთვის წირავდი, შენთვის დავკარგე თავი და ბოლო და არაფერი დამჭა პირადი. გუშინ თამაზე და თამაზე ვიყავით პანაშვიდზე და მას ასეთი შეკითხვა დაუსი მამას მეუღლის გარდა უყვარდა კიდე ვინმე მეთქი, სხვა მეთქი რომ როცა გადავხედე მის წიგნი და სასიყვარულო ლირიკა არის სავს ეს წიგნი კი მითხრა და რაღაცადღაც გულში გამიხარდა მაინც. ნათელი შენი მამიკოს სულ და ძალიან კარგი საღამოა და მართლაც მისი სული იყო ხარო ამ ლექსა რომ შენ მიყვარდი. მოგესალმებით. მე გამიხარდა ის რომ ეს თვითფასი ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში საქმიანობდა მოღვაწეობდა ჭიათურაში, სადაც დავიდადე და გავიზარდე გარკვეული პერიოდი და კიდევ ასე ვთქვათ ჩემს სოფელზე ფაქტობრივად ჩემს სოფელზე ჟერმანსი აქვს ლექსი დაწერილი. მიხარია და ვეცდები რამოდენიმე ლექსი დავიკითხო. ჩემს შვილს ახლოს მომიჯებ შვილო სიამის ცრემლი ნამავს ცაში გაფრენას ვცდილობ შეჭაღრებული მამა თუმცა არა ვარ მეფე არც მიძებნია ტახტი თისზე მაძლევდა ელფერს მაინც პოეტად დავრჩი კაფე მრავალი ტევრი მუხს არ უბძვნია დაღლა და როგორც კალოს კევრი გულს სიამაყე ახლავს თავზე მაისი მაწვიმს ფიქრებს შორეთში ფანტა რა დაგიტოვო განძი ჩემი ლექსების გარდა. ძალიან საინტერესო პოეტური სახეები აქვს ამ ლექსს და თქვენ თვითონაც თავად დარწმუნდებით, იმედია გამიძლებით და მომისმენთ, თორე ლექსია ძალიან იდეალური და ძალიან მაგარი და ძალიან მომეწონა მებირებით. როგორც მთელი ეს შემოქმედები. მატარებელი ჩაფიქრებული შემოდის გზავრი ნისლით წაუკრავს თავი ტრიალეთს სადგურზე უკვე დარეკეს ზარი რკინის ბორბლებმაც გაიჭრიალეს ჩაფიქრებული შემოდის გზავრი მაგეს დუმილი სწრაფად სცილდება სვეტი ცხოვლისკენ ღიმს აგზავნის და არმაზისკენ ლოცვა დიდებას ჩაფიქრებული შემოდის გზავრი ყურს უგდებს დივას როგორც იადონს სადღაც ხევებში ხმაურობს ზვავი მატარებელი სივრცეს მიაპობს ჩაფიქრებული შემოდის
გზავრი ბინდებს უყენებს შუქი ბრალდებას მიწას ემხობაცა როგორც ძაბრი და ეს გზავრობა აღარ მთავრდება ჩაფიქრებული შემოდის გზავრი სულს რომ დასრულდეს წინსვლა კეთილად ფიქრდება ღამებით დინოზავრი და ფეხაკრებით გადის მცხეთიდან ოცნების რაში სივრცეს მიარღვევს ფარფატებს ღამე როგორც თორია აქ ჩაუღლიათ წინათ ნიაღურებს და ველო მინდორები დაუტბორიათ ღრუბლის უპებს ცრემლი ამძიმებს ცელქი ნიავი სარკმელს აწყდება მატარებელი კეცავს მანძილებს სურს რომ დაესწროს მზის დაბადებას ტრიალებს მიწა ზეცად ტრიალებს გზავრი გზას მისდევს დაუსრულებლად და მტკვარი როგორც მემატიანე ქართლის სვე ბედზე ჩულება უცესი გზები შორეც მიდიან პირქვე ემხობა დარდის მათარა რადგან სამყარო ასე დიდია და მგზავს გონია მაინც პატარა ბულბული გრძნობით კვლავ ხმას ინაზებს იმერც ფოთლები არ გასცვენია დამჯდარა მთვარე უნაგირაზე და ტატოსავით ფიქრს მისცემია უცვლელი რჩება სრბოლის სიჩქარე კაბას ისწორებს ველზე ყვავილი მთვარე ღრუბლება სადღაც მიჩქმალეს უძვირფასესი ნატურის თვალივით ფოთლებმა წვიმა გაინაწილეს ღრუბლის ნაბადი ქარმა დაფლით ამოდის მგზავრი და თვალს ვერ აცილებს წვანე ჯეჯილებს ღია სარკმლიდან წერვალს დუმილი შემონთებია ფიქრებს ვერ ტოვებს გზავრი ენამზე და მისი თმები ხალხზე დგებია გარდასულ დღეთა გახსენებაზე რიჟას ფრთები აქვს ღამეს ადნობენ თვალწინ გაშლილა სივრცე ედემად გზავრი გულის თქმას ვერ მიატოვებს სანამდე სუნთქვა იმედება მიწაქცეულა გერმის ბალიშად თებზე ხდებიან ისმის გედები და ბრწყინავს არე როგორც ხალიჩა წარუხოცელი ორნამენტებით შუქი ეცემა ცვლიან ნიადაგს ლაღობს მერცხალი შემოფრენილი მატარებელი სადგურს მიადგა ბღავებული ხარირებივით არავინ მიჩენს უმატურობას გზები გააღეს სემაფორებმა გამეფებულა უსასრულობა მგზავრის ნელ-ნელა ბაქანს შორდება მწერვალს ამშვენებს მწვანე არშია ხევში იღვრება თოვლის ნაჟური მინდვრის კაკაჩოს წითელ ფარჩიანს კოცნის ნიავი გარიჟრაშური ახლა სურვილებს ვინ გაიზომავს სივრცეს გაყურებს ყველა მხედარი ოცნება ყვავის როგორც მიმოზა და გაზაფხულის სუნთქვას შეხარის გზავრსაც სიცოცხლის წინსვლა ახარებს სამყაროს უსმენს როგორც მინდია ცალ კაცუნებს ერვის მათრახებს და ღრუბელს წვიმა ფრთებზე კიდია გზავრი დუმილით ფიქრებს აგრძელებს იზმორებიან ღრუბლის მდევრები დედამიწას კი როგორც სარძევე შეუშვერია ცისთვის ხევნივდები ბრუნავენ დოლაბებივით იცვლება წვიმით სავსე ხვიმირა წუთით სიუნდება ბაღებს ზეფრი და მოწყენილი რაღაც სადღაც მიფრინას სწვება სიჩუმე როგორც კამეჩი და მთვარის შუქი ზურებს ალამაზებს ვინითის ახლა მთეთრ ღამეში სადრა სადია დუნდო ავაზებს ბუბუს ატყვევებს ვარდის სინაზე სულს აშფოთებენ ძველი მითები დანან ციხენი ქართლის მიწაზე როგორც ეგვიპტის პირამიდები კიაფობს არე წვიმით ნაცრემლი გზავრი გაყურებს სივრცეს შორებელს და როგორც ჩიბუხს ბერიკაცები მაღალი მთელმის აბოლებენ ქედზე აღარ ჩანს თვალე დაღლილი გადაიარეს ცაზე ღრუბლებმა აფეთქებული ატმის ყვავილი ზეს სიყვარულზე ჭურჭულება გზავრი გზას მისდევს დაუმთავრებელს შემატებია დიდი ძალღონი ამბობს ირემო იალაღებზე და თვალს უსწორებს ახალ მაღლობებს სულმა რომ იგრძნოს მეტი სიამე გულში გაივლებს ომარ ხაიამს იცის რომ ჟამი კურნავს იანებს და ეს სიჩუმეც მალე გაიარს მისი სურვილი ცხადზე ცხადია ზებრობს ნეტარი ყოფის საბადო წისვლას განაგრძოს თუ აბადია ოცნების შუქი დაუსაბამო მატარებელი მიქრის ქარებით ხევის სარკმლისკენ რტოებს აშვერენ და
გაშლის სუფრას მწვანილი გზავს მომავალზე ფიქს ამ ფიქრი ამშვენებს სქიები ტატონობს წითლად ხატავენ და უსასრულოს როლა გრძელდება თითქოს მიუშვერს მერნებს სადავე ამაღის სულის მქონე მხედრება უკან რჩებიან მწვანე სერები სივრცეს მიაპოვს ფიქრი მდუმარე და როგორც ზღვაში კეისერები მაღალი მთები მისში ცურავენ იორთქლებიან ფანჯრის მინები გზავს შორეთისკენ თვალი უჭირავს სვარლამ დახრილი ვარდყვავილები სურნელს აფრქვევენ ველთა ქუჩიდან მზეს ხელს იღერებს როგორც ქორბუდა ლაჟვარდ სერავენ თეთრი მტრედები მიმქრალა მთვარე მთების გომურთან აპოვებულა სულში ედემი მატარებელი მოგავს ჯეირანს ცაზე არ ჩანან ელვის ისრები განან მწვერვალზე და არხეინად იღმებიან დიდი მისნები ასოციაცია არ გავიჩნდეს, რომ მსგავსია გალაქტიონის ერთადერთხელ დამემართა ასეთი პირველად ლორკას თარგმანი თამარ ჩხენკელის რომ დავიკითხე თვისი ცოლი მეგონი კონგენი მასკლაუს საუკეთესო და მე წერედიანის იმავე ლექსზე თარგმანი სრულიად გასწავლულია სიკო გაოცება დაახლოებით ასეთი დამემართა როცა ეს ლექსი მოვისმინე პირველად სრულიად სხვა ატარებელი სრულიად გალაქტიონის დიდი გმირობაა თავი დააღწიო იმ მორევს რომელშიც ხარ ლიტერატურულ მორევს და ბრავო პლატონ ჩადუნელს ამის გამო ახლა მე დარბაზში ორი რამდენიმე საპატიო ისეთი წევრი რომელსაც ვერავინ ვერც უნდა გამოვყანო ჯერ ქეთის უნდა დაუძახო ძალიან ლამას ქალბატონს ჯენგელიას ამ პლატონ ჩადუნელის საღამოს პირველი საღამოს შენგენია იგაბები შენგენის იყოს კარგია შენგენში მოგზაურობა მე ვიფიქრებ არის შემისწორეთ მოგესალმებით ჩემთვის ძალიან სასიამოვნო დღეა ამავე დროს მნიშვნელოვანი დღე ჩემი უზრუნველესი მეგობრის შესანიშნავი პოეტის თამარ ჩადუნელის მამის სოლის საღამოა მოგეხსენებათ პოეტი ორჯერ იბადება ერთხელ როდესაც ბუნებრივად დაიბადა და მეორედ როდესაც ის ლიტერატურაში ფეხს შეიტანს თამარს ძალიან დააკვდა მამა პოეტი მაგრამ მისმა გზამ გაყვავილმა გზამ ცხოვრების წესმა ალბათ რაღაცა პატარაზე მაინც გაუადგილა მას თვითონ შესანიშნავ პოეტს თამარს ალბათ კარგად ესმის მამამისის პოეზიის მნიშვნელობა. მე მინდა ქალბატონ ლიას დიდი მადლობა გადაუხადო დღევანდელი დღისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა რომ გაიგებმა ეს საღამო, საიუბილეო საღამო. ულოცავ გარდაცვლილ პოეტს, მაგრამ მარად ცოცხლას 90 წლის იუბილეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ორჯერ დაბადებული ადამიანი ერთი სიკვდილით ვერ მოხდება და ის რომ ცოცხალია, ამის დასტური დღევანდელი დღე გახლავთ. ახლა მე მინდა ერთ პატარა რამეზე გავამახვილო ყურადღება, ბევრი რამე თქვა და არ წავიდებ დიდ დროს. მიაქციეთ ყურადღება დროს, იმ კულტურულ დროს, როცა იწერებოდა ლექსები. ეს იყო კომუნისტების პერიოდი, ჩემო ძვირფასებო. და დააკვირდით ლექსებს. არანაირი პოლიტიკური კუდის კიცინი ლექსებში. არანაირი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აღტაცებები არსებული სახელმწიფო წყობილების მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაგრამ თანამედროვეა, იმიტომ რომ დღევანდელ დღესაც ისევე აქტუალურია ის, როგორც მაშინ. გადახედეთ თუნდაც დიდი პოეტების ლექსებს და თქვენ ნახავთ, რომ პარტიას სწორებაზე რამდენი მათგანთან არის და შეინიშნება. აქ წაკითხული ლექსებიდან რა ჟღერს სამშობლო, სიყვარული, ბუნება, ფილოსოფია, ის მთავარი თემები არა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვისაც გინდა მიემხარი, გინდა პოზიციას, გინდა ოპოზიცია, რაც გინდა ილაპარაკე დღეს ასეთი დასჯადი ნაკლებად არის საერთოდ
მაგრამ იმ პერიოდში თუ შენ კარს არ დაუკრავდი არსებულ ვითარებას დამერწმუნეთ რომ ასე ლაღად და თამამად ვერ გახვიდოდი მაგრამ როგორც ჩანს პოეტს ბატონ ჩადუნეს ახასიათებდა პიროვნული სისუფთავე და პიროვნული ვაჟკაცობა და ეს ყველა ხელოვანს შვენის და მე მინდა ამის გამო მას ქედი მოვუდრიკო. გილოცავთ ამას კიდევ ერთხელ ძვირფას მამის იუბილეს ძალიან ლირიკულია პოეტი მეც რასაკვირველია წაკითხული მაქვს იმიტომ რომ პირველ საღამოზე ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამჟამად ჯანმრთელობის გამო ასე აქტიურად ვერ ჩავერთე და ბოდიშს ვიხდი და მადლობა ყველას მოგზაურებისთვის იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ ჩემი მეგობრის მამა ჩემთვის ისევე საამაყო და სასიხარულოა როგორც ჩემი საკუთარი მამა მადლობა და აი ერთ-ერთი მამაცების სამამო გამართა და ისე ჩაიარა იმ სამამოს თავისი დემოკრატიების ხელმძღვანელობის როგორ თქვა მაღალ დონეზე მადლობა მეგი ამისათვის და მადლობა რომ ხარ ამ დარბაზში ყველაზე მეტად ახსოვს რამე სიტყვა ეთქვის ისეთ მწერალს კონკრეტულ პოეტს როგორც ბაღათერ არაბულია ცოტა შემოწვა რომ მე გავარ ლაპარაკობ პოეზიაზე ლექსებზე და ბაღათერი ის და მისდეს დავაგვიარეთ დიდი მადლობა ხელოვნებელ დღეს სევდაც ახლავს რა თქმა უნდა ახლავს იმედიც სევდა იმისა რომ უდროოდ გარდაიცვალა დავკარგეთ უჯერესი პოეტი მედიცინის რომელსაც მომავალში უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა და თავისი სულიერების თავისი მონაცემების ყვალი უფრო ალბათ თავისი დიდი შემოქმედებით წარმოეჩინა საომარ და რა თქმა უნდა ფიზიკური ვთქვათ ადამიანის მონაცემები ადამიანის უკვდავება განისაზღვრება ფიზიკური და სულიერი უკვდავებით მისი სულიერი უკვდავება შემოწმებასება იმიტომ რომ რადგან ჩადენილი არ მომკვდარა მისი სულიერიკვდავება არის მისი ეს წიგნი რომელიც არის დღეს წარმოდგენილი და რომელშიც საოცარი ლექსები არის მართლაც დაბეჭდილი და მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ლექსის წერის და ლექსის კითხვის მეტი ფაქტობრივ ჩვენ პოეტებს არაფერი ვიკეთებია და ლექსი კარგად ვიცი და აი ამ ლექსში არის მრავალფეროვანი პოეზია წარმოქმნილი როგორც ტექნიკური მხარით ასევე გარელი რითმის მხარით აქ არის ჯვარელი რითმები პარალელური რითმები კალოური რითმები არის ათმარცვლიანი ვამარცვლიანი ლექსები და ყველა ფოგობ ეს ახალგაზრდა კაცი აკეთებს ყველაფერს ეს არის მისი სულიერი უყდევა ჩამოიფასება და დიდი მადლობა მას ამისათვის და ის უკვდავია იმიტომ აბა ხას უსამართლო სიკვდილი არ ნიშნავს გადაწყვეტილებას და მისი ფიზიკური აგრძელება ადამიანის უყდევა არის მისი შვილები და მისი ფიზიკური უყდევა აგერბიზის ბატონი თამაზის სახით ჩვენი მეგობარი შესანიშნავი პოეტი გვეითქვა და მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ერთ-ერთი ღირსეული და გამორჩეული პიროვნება და ალბათ მამამისი ზეციური საქართველოდან ახლა თავის შვილს ლოცავს იმისათვის რომ მან მისი სახელიც და მისი გვარის გაგრძელებაც თამაზის პოეზია და თამაზის შვილები და მისი ოჯახით უკვე თავის უკდავდა ჩემო თამაზ შენ ღირსეული კაცი ხარ და მამა შენ თავის თავისხანი იამაყება შენ და ამაყოს მასწავლე ვთქვათ მოკლედ ჩემო ძვირფასებო ამ წიგნში არის ყველაფერი რასაც ნამდვილი პოეზია ქვია და მე მინდა მიულოცო თამაზს მიულოცო ზეციური საქართველოში ბატონს რომელიც 27 წლის მართლაც მოსაშინელება 27 წელს ვიყავი ჩვენ მაშინ ვიწყებდით ფაქტობრივად ლექსების წერას და მას უკვე დასრულებული აქვს ეს როგორც მეუღიშნა ტექნიკური ფასადების და შესრულების ფასადების თავისი ლექსები და უკვე დაგოს ღმერთმა მისი სახელი დიდი მადლობა
თემზე თაროზიდო ერთი არაჩვეულებრივი წიგნი, რომელშიც შესული იყო 12 ქალი მწერლის ლექსი და 12 საუკეთესო მწერალი იყო და მე ვიყავი ბედნიერი, რომ ამ 12-თაგან ერთი განსაკუთრებული მეგობარი იყო ჩემი და დანარჩენი ჩვეულებრივად მეგობრები, ზოგი იასტურებად დაწყებული ისეთი მეგობარი არა, მაგრამ მაინც მეგობარი და ჩემი მეგობარი მარინა თექმანიძე შესული ამ კრებულში, რომელიც ფრანგულადაც ითარგმნა, იქ არაჩვეულებრივი წარდგენა გაიმართა და მინდა მოვიდეს და რაღაცა საიდან როგორ შეგვიდა? თამასმა რომანსმა წავიღეს საფრთხის წავადება პირველი სამამოდან და მე გაოცებული დავჭი და გული მткиვა დღესაც რომ კაც არ იცოდნენ ისე როგორც საჭიროა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თამაშები, ამაში უფრო ცნობილი გახდეს და უფრო პოპულარული ვიქნეს მეცადი და გილოცავ ძმაო შევეძლებს და რა ვიცი. მე თვა სამუდამო მდგომარეობა მიანიჭოს მამაშეს თავისი ლექსი. ძირფესებო იცით რომ ძალიან არ გავიგრძელთ საღამო, ამიტომ დავთქვი რომ 3 წუთი გამოსვლით მომზადდით, ვიცი რომ თქვენ რაღაცა პროექტი უნდა წაიკითხეთ, გადაგეთ მიკროფონთან და მე ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემო მეგობრებო, ვისაც გინდათ თითო ლექსი წაიკითხოთ და ძალიან მოკლედ, მოეფეროს ძალიან მოკლედ თამას და მის 90 წლის მამას შეგიძლიათ მიკროფონთან მოხვიდეთ და თქვათ ისე რომ ერთმანეთს არც გამოვაბედროთ, არც ლექსს ჯოკოლა მე შენს რაღაცა ერთი ორი სიტყვა მითხარი. მე ვერსად გავაგზავნებ მოდერნული პროგრამით ჩავედიო და აქ იმიტომ გადავწყვიტე გამოსვლა რომ პლატონის უკრავება რაში გამოიხატება. ხელოვნებაში სიგნების უკრავება და გენეტიკური კოდის გაგრძელება შესაძლოა. ამიტომ მე აქედან დავწერე და რამდენად კარგია მოგიტვია. როცა კაცმა რამე შექმნა, შექება არ არის ძნელი. ხელოვნების დავია mama ჩადორე. ლექსებთან ერთად დატოვა მან გენეტიკა ლამაზი, მამის ყავს კარგად აგრძელებს ჩვენი პოეტი თამაზ სულეს. შეგული გაგრძელება გენეტიკური და ხელოვნური გაგრძელება. ედება მის შემოქმედებას. ვიდრე კიდევ რამდენიმე ლექსს წავიკითხავთ აქ ეს წეგლები, მანამდე ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ მზადდეთ მიკროფონთან ლალიფო, ეხა ხო არაფერი გითხრით. Jogla Czechia, ახლა მისმა ფილმმა დიდი ფურორი ჩაიარა. კინოსახლში. რეზონანსი იყო დიდი. მოგესალმებით, ბატონო და ქალბატონებო. მოგლეთ თამას გილოცავ დღევანდელ საღამოს კაგინატოს მამის სული ღმერთმა მე იმის თვალმინდა რომ ეხლა დღეს მაჩოქა თამასმა ეს წიგნი და გავიცნობე ლექსებს და ისე ვინც პოეტია და ვინც საერთოდ იცის რას ნიშნავს პოეტობა და ეს პოეზია ის ყველა დედიკაცია და ქართველებს აქვთ ასეთი სიტყვები ხერო კვდება, ფესი რჩება, ფესი ისევ აკვდება, ის მშობელი არ აკვდება, ვისაც კარგი შვილი რჩება და ამ შემთხვევაში პლატონს კარგი შვილი ყავს პოეტი კაცი, ცნობილი კაცი, ჩვენი მეგობარი და კიდევ ერთხელ გილოცავ, წარმატებებს გისურვებ და გაგინატოს მამის სული ღმერთმა. გაიხარეთ. პოპულარის ვალეთის დიდი მთავრის და სვანეთზე გაგიჟებული კაცი ყველა კუთხე კულტური იცის და უნდა რომ პირზე გვარები, გადაშენებული გვარები რომ აღარ არიან ეგეთი სია მომიტანა რამხელა აი კეთო და პოტეში რომ აი ზუსტად ეგეთი სუსვა არაჩვეულებრივი გვარები ხალხი ამათი პატრონია მათ გაცოცხლებაზე მზრუნველი კაცი გილოცავ თამას ვერცერთი ლექსი ვერ მithქვას, რომ არ მეტყინოს გული, რომ წარბებივით შეღრილთას სახეზე ჰქონდეს ყმული.
ლექსი ვერ მithქვამს, არ მკიდებოდეს ცეცხლი, ხმარ ეწოდენოს კეთილწამს, კუდმაკარაკალა მერცხლის. ვერც ერთი ლექსი ვერ მithქვამს, რომ არ მეწოდეს დილა, რას არ დავდგომოდეს ვერდით ძმას, სანტოდ ლაღად და კაბილად. რა გამოარჩევს ადამიანს მწერას საერთოდ აი ვარს როდის ლადვასაკიანი წავიდა რატომ გვიყვარს მირზა საჯაია ყველა კარგ პოეტებად ვიცით იმიტომ რომ სრულიად სხვა თანამედროვე ესთეტიკის მატარებელი ლექსები აქვს რომელ საუკუნეშიც გინდა რომელ დროშიც გინდა დადე და ის არის შენი ლექსი შენი აი ამ ახალგაზრდა გოგოს ლექსია ჩემია შუახნის კალის კიდე ახალგაზრდების აქვს ყველას ლექსები ესთეტიკა მისი ისეთი რომ არაფერი არ ეცვლება სულ თანამედროვე რჩება ასეთია ჩვენი პლატონ ჩადმერის ლექსებიც და რამდენიმე სერიოზული ლექსია რამდენიმე ესეთი რომ ხას ვერ გადავწვა ვიცი რომ ეს ლექსი რჩება გონებაში წაკითხულსა ახლა ისევ ჩემ მეგობრებს წერილებს მივცემ ლექსების წაკითხვის საშუალებას მე თქვენის ნებართვით მე უკვე მეორე საათში გადავიდა რაც საღამოს მართავთ დაღილებიც ვართ და არ გადაგკლებთ ძალიან დაუშვებებით ერთმანეთს და კიდევ ერთხელ აუხსნით იმ ქვეყნად ამ ქვეყნიდან გაუგზავნით სიყვარულს ისე ამასობაში სანამ ამ ლექსებს ვისმენთ ხალხში ესეთი აზრი დამებადა რომ არ შეიძლება რომ წერალთა კავშირმა შავმდგომობით მიმართოს ხაშურის მუნიციპალიტეტს რომ ერთ ქუჩას ხაშურში დაერქვას პლატონ ჩადმერის იმიტომ რომ შეუძლებელია ხალხმა ასეთი ბიჭიერი ქართველები ყავდეს და გამიწყდებოდეს მათი გვარსახელი და არ ვიცნობთ მათ ლექსებს აგერ ბატონი ბაღათელი ყავს და ნამდვილად არ დაგზარდება ამ ძალიან განსაზღვრებას. კარგი იდეა, მაგრამ ცოტა მოვითმინე. ჩემ ფიქრებს მტკვრის პირას ეს ღამე გათიბავს. მინდვრებს რომ ქვეითად გამოვცდი. თვალს ვერ ვაშორებდი მთას, მწვანე ქათიბას. ერეკლეს ხმალივით ამოწვილს. გაღმა ბუმბერაზი ნაცვი რომ ჩურჩულებს ალღებზე კაცივით დახრილი მეტყვის რომ ამიწამ დალახრა ურჯულო ძლეთანძღე ცეცხლით და მახვილით თვარე დამადგება თავს ერთგულ დარაჯად გადავშლი წარსულის ბარათებს მხრებზე ჩამოვიგდებ ნისლის რუხ ფარაჯას ამღამეს მტკვრის პირას გავათებ დილით ამხედრდები დალაშქრის დვრას შეუბედავ იტალოს ზეცამდე ატყორცლის მერე რაჩუქურთმებ ფარძიის კედელთან თამარის ნატერფელს დამკოც რაბედმა გადამარჩინა მამულის სუნთქვა მარადის შორით მომესმის ყიჟინა კრწალის ისა და მარაგდის ძველი ზარების ფარია ჩუქურთმიანი სიონი ხმას აწვდეს წმიდა დარიალს ბებერი კავკასიონი იფოფრებიან ტალღები ყვირილისა და არაგვის ცვეტი ცხოველის თაღები ეტრაც ფურცლავენ დაგრაგნილს დიდებულ შოთას ჩანგივით აჟღერებულა ხმელეთი თვალს მტაცებს მთებში ჩაღვრილი შვიდფერი ცისარტყელათი დაილოცო სახნისი და კევრი ხალის ყელქვეშ აპეურის გასკვნა ნაადრევად გარეცხილი ქვევრი წრიახებით წვერვალებზე ასვა მოქარგული სათუთუნე ქისა ხანჯლის ტარზე მოსირმული ვერცხლი ნაპერწკლის ყრა კაჟიანი ქვისა სასწაულად გაჩენილი ცეცხლი თაში ობლად დარჩენილი ქოხი ჭალაკებში მოშრიალე ხენი გაშკილ ველზე გამართული ლილო
ისარივით გამფრენილი ცხენი, ბრძოლის ჟიმით შემყრობილი ლაზი, მამულისთვის ნაწამები ერთო, გაზაფხულზე მთრებგაშლილი ვაზი, შემოდგომის მარანში რომ ეფობს. ვერ გამოვედი ისევ აი აკაკის საკითხული მატარებია რა. უსყავს არივით ყველა სტრიქოში რაღაც დიდი მეტაფორა და როგორ არის და როგორც გაშეს სუფრას მწვანილი ამ შვენებს ამ ხო გზავს მომავალზე ფიქრი ამ შვენებს კიდევ თარგმანს აიკითხავ გზავს მომავალზე ფიქრი ამ შვენებს ნიკოლოზ ტიხონოვი იყო ასეთი დიდი რუსი პოეტი რომელიც ხშირად იყო საქართველოში აქვს ასეთი ლექსი ალავერდობა და მის თარგმანს წაიკითხა როცა გომბორზე ხეტიალით მოუღალეხუნე ალავერდული ღამისნისით უბე ავივსე ჰაერი ბრიდა შეზავებულ ჩიხით მის სურნელს ფარდულის ბოძე გამოგული ყოჩის მღავილზე რუმბების გროვა თვალს მტაცებდა როგორც ედემი დაკუპულ ხეებს ღამეული თალახები ეცვათ ქაშინ დელოზე ისარივით ქროდნენ მხედრები და ჩირაღნები ანათებდნენ ტრედისფერ ზეცას თუმცა უჩუმრად ღვაბიჯებდი დახერგილ მორეს გზნობდი მასპინძლებს არჩეოდათ ხილში დუმილი და მე ღელვარი ოსებებით გავცური შორეთს კბილსიზმრები და გამოტყეულ ორაკულებით ძმად შეფიცული უხიმოდა კახეთს ხევსური ვაშკაცი ვაშკაც არ უტევდა ხილში წყი აირაც და როგორც ხმალი ბიძღელ ბრძოლის ჟიში შესული კოცოლის შუქზე ლაპლაპებდა დიდი დაირა ფიქრების ხროვით შეუერთდი ეცამ დაირას და სალაღობოდ მოემზადეს თუმარი კაცი თამადას გვერდით მოკალათი რაღაცნაირად რომელმაც ხელში მომაწოდა ვერა ყანწი როგორც მთიელი შავჩუხა დამით წამოვალ სახლიდან ავდარმა ვერ დამაჩუქა სიტყვას კერძე რომ აყრიდა გამოცდი ვიწრო ხეობებს აღარ მწვერვალებს ყივიანს ჩამოვე სადაც ღრეობე და არწიულად ყივია ისრები ხრებზე დავისვი გური ეძებდა ნათელი მზეს როცა რომ ოცნება აისით გაცის კროვნებულ ღაწვებზე ვიცავ ცისმაღალი ყაბადოს მათი მეხოთებელი იქნები სუს მხოლოდ ღამეზე გავანდო ჩემი ფარული ფიქრები თუ სასისხლები დავცალე რა დავაშალე ასეთი არა რადები თვალთვალებს გიშის თმიანი ხალხები მე დავამთავ შენ დაამთავ მე ლიკო ედაზე ლექსი წაიკითხო მოდი წაიკითხე იმიტომ რომ მე საფუძვლა ვიცი დედა მუდამ ჩემთვის წუხარ ბედის ქარი გაფრიალებს ვერდინს დღენიად მოგიზგიზე მუხარ შენი სულის დაბერწკავი ერთვის მომავლის მზეგი ფერადებს ზესკმელს გამრჯე ხელში არ გერევა საქმე შარიშურით გამოწვრილი შენკენ ალუბლის რტოს სურნელება საქმებს გართობს ფიქრის უსასრულო გაბმა თავს ევლები აზრად დარგულ ჩითილს დაგჯიგჯიგებს ჩემზე კაი ამბავს ნორჩი კინწალზე შემომჯდარი ჩიტი მარტო ყოფი გულს იმედით ივსებ ნაჯაფარი ღამე ფხიზლობ დიდხანს თუმცა მიხმობ მე კი შორს ვარ ისევ მაინც არ გსურს საყვედური მითხრა გწამს ახლოა სიხარულის ჯერი ოცნებაში ჩემს ტანსაცმელს კერავ დაგელოცოს ეს პატარა ჭერი დაგელოცოს ეს პატარა კერა რადგან მივდივარ მომთავრებ საღამოს მე მინდა მადლობა უთხრა აქედან შორიდან წერილთა სახლის დირექტორს ქეთი დუმბაძეს რომელსაც არასოდეს არ ეზარება იგიღოს იმას პინძლოს გითხრას იყავი თავისუფლად მოიქეცი როგორც გინდა ზღვარს არ უნდა გადავიდეთ რა თქმა უნდა ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ ვიღაცები გადასულა ზღვარს და მეორე
ჩემმა მეგობრებმა ეს ამბავი იციან. ერთხელ რობერტ სტურუას პატარა კრიტიკული წერილი დაუწერე იმის გამო, რომ მასზე დაწერილი წიგნი, ერთ-ერთი თეატრმცოდნეს დაწერილი წიგნისთვის დამითმო დიდი დარბაზი, რუსთაველის თეატრის დარბაზი, უამრავი ხალხი, დიდი ამბავი და მითხრეს, რომ რობერტ სტურუა დადის გარეთ. წიგნი მთლიანად მას ეწურებოდა. მე მართალია ქართში გაზრდილი, მაგრამ იმერელი ქალი ვარ, ცოტა ისეთი ემოციური რაღაცები მახასიათებს და გავფრაზდი. ამხელა წიგნი დაწერა ქალმა. მოვიდა ამდენი სტუმარი. და შენ კიდე ისიც არ იკადრე, რომ შემოხვედი. ეხლა რობერტ სტურუა დიდი როა და კარგი როა ჩვენ ვიცით, მე არ ვარ არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, ვინც იტყვის, რომ რა გააკეთა ვეფხისტყაოსანი, რო არ მინახავს მაშინ. ამიტომ რობერტ სტურუას დიდობაზე არ ვლაპარაკობ. მე ვამბობ კონკრეტულად, თუ რობერტ სტურუას სპექტაკლზე არ მიუვა ხალხი, რომელიც ეტყვის, რომ შენ კარგი ხარ. მე რაც ვნახე, რაც წავიკითხე, რაც დავინახე, ის კარგი იყო. აღფრთოვანებას არ გამოხატავს, წერე რამდენიც გინდა, დადგი რამდენიც გინდა. ამიტომ დღეს და ყოველთვის, როცა მოვხვალთ ამ დარბაზში, თქვენ ხართ მთავარი, თქვენ რო არ მოსულიყავით, სრულიად არაფერი არ იქნებოდა, დარჩებოდა თამაზისთვის და რამდენიმე მეგობრისთვის პლატონ ჩადუნელის შემოქმედება ლექსები. მთავარი თქვენ ხართ, მოისმინეთ, შეაფასეთ და მადლობა თქვენ ყველაფერი ამისთვის. ბოდიშვილი თუ ყველაფერი ისე ვერ გავაკეთე, როგორც თქვენ გინდოდათ და ვერ ჩავჭრით იმ შემოქმედებაში. სადღაც დარბაზში ნინოა, ახლა მე ვერ ვხედავ და თუ უნდა რამე თქვას, თამაზის პრობლემა. ხო, თამაზ მეუღლე, კი. ნინო, მოდი, აბა ხედავ, მოდი. არა უშავს რა ვქნა. სამაგერო სახელი დააკვეთრე. მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი საღამოა ნამდვილად ჩვენთვის, სრულიად ოჯახისთვის. მე ძალიან მიყვარს პლატონის ლექსები და ძალიან ბევრი ლექსი ჩემი საყვარელი ლექსია, თუმცა ესე ხატოვანი თქმა არ მეხერხება. ამიტომ ლექსი ვერ მიყვი, მაგრამ ძალიან კარგი საღამო იყო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, პლატონის ლექსების წარმოთქმისთვის და სხვა რა, უღრეს მადლობა თქვენ ამ საღამოს ორგანიზებისთვის. მე დავასრულე. თამაზის შემდეგ იქნება. აქ გამოსვლები იყვნენ, გავხედებაში თუ არ ჩამოთვლით. ეს ლექსი ვარ მე ნახა, არც გამოვიდოდი, მაგრამ ნახე ლექსი, რომელმაც გამახსენა ვეფხისტყაოსანი და ამ ადამიანს, პლატონ ჩადუნელს, ზუსტად 10 წინადადებაში გადმოცემული აქვს ვეფხისტყაოსანი და თავისი შვილის სახით კი. ზუსტად რაც ეს ლექსია, თავისი შვილი ისეთია და მე ესე მესახებ. ამხანაკი. ფაც დაკარგებული და ცხენი, უკმად დარჩა ეთრი. ცხენი საჩუქრად ვინ მოგართმევს ამხანაკის მეტი. თქვა ჩემ სულში ატყდა გლოვა, აღარ გწყალობს ბელი, კეთილსათვის ნუგეშს მიგცემს ამხანაკის მეტი. თქვა ქაჯერმა დაკითხვევეს პირველ ტრფობის გელი, ხელს საშველად ვინ მოგაწვის ამხანაკის მეტი. თქვა მტრის ტყვია შეიძლება მებრძოლ რაის კერდი დაჭრილს ხებზე ვინ შემისვამს ამხანაკის მეტი. თქვა სიკვდილმა გამოძერწა შენთვის შავი ბელტი, შენს ქნას ზეზე ვინ გაიტანს ამხანაკის მეტი. ამ სიკვდილმა გამოვიდა და ისე თავისნაირად აღება ამის ლექსი ეგარი. ჩემთვის არა, ვეფხისტყაოსანია მეწავასი. რაც ამ წიგნს თორე დავინახე, რომ ყველა რომელი ვერტიც არ გადავშალე. ლექსი ამოვარჩიე მათ შორის შესაძლებელი მამის თემას ეხება. ალას ეს ბაბლოს ეთქება და მამა თქვენი საგანებლებიდან ძალიან რაღაცნაირად შემიძლია ჩავთავე. ეს ლექსი წარმეკითხა და ის იქნება.
ჩემ სამზეოში კმობის დილზე ტკბებოდი ჯოხის ცხენის ჭერებით. გავეღვიძებდი მამლის ხილზე და მთაში წასვლას დავიჩემებდი ბევრჯერ დამცვარა ხევში რიჟრაჟმა. მე არ მქონია ნატურა სხვაგანძის მინდოდა მოხუც მამას იმჟამად მივშველებოდი როგორც ვაჟკაცი. ბალღი ვიყავი და როგორც თასმა შემოხვეული ურბისი ჭალაზე ვთვლენდი სიმართლე უნდა თქვას კაცმა მაინც იმედად ყავდი მამაჩემს. მას შემდეგ გაცდა მრავალი წელი და მეც მრავალი წელი გამიტყდა იმ დღეს ვიგონებ მე გულნატკენი ყრმობის სურვილი როცა ამიტანს ჟამი ბევრისთვის გახდა მბორკავი მე ვგზნობთ დროს რომ გადავაბიჯებთ დავლიოთ მამის შესამბობარი დაღლია გულზე ვეთქვით მამაჩემს. ეს რომ წავიკითხავ ასეგასმეთავს ძალიან მომეწონა დაბოლოება ამ ლექსის. თავი მომეწონა მაგრამ დაბოლოებას არ ვიქნა. ლექსია ძმას. იქნებ ჭიდილში წვიმა მიკაროს არ მომიწიოს ვაჟკაც ცრემლის ხურამ გრძნობ რომ ოცნებით ვგავარი კაროს და სათლის ნაცვლად რკინის ფრთები მაქვს. მეგობრებო, ლიამკი დაამთავრა საღამო, მაგრამ თუ ვინმეს რამის თქმა გინდათ, მოგზავნინესთან. მოკლედ რამდენი გადავფურცლი და იმდენად მომეწონა, ყველა კარგი არის და ერთი გავარჩიე ერთი ლექსი საღამო. მიჯნურივით ეამბორა წნორის წკრივებს წვიმა. თეთრი ნისლი მთა ქალივით კლავზე დაიწვინა. აღარ მოჩანს ცაზე ელვის დაგლაკნილი გველი. სიჩუმეში ჩაძირულა ქართლის მთადაველი. სიჩუმეა მხოლოდ სადღაც ვიღაც გარმონს წელას შვიდფერ კაბას აშრიალებს ცაზე ცისარტყელა. უფრო ახლოს მორაგრაკებს ნაკადული მღერის და მოწსახეს ემსგავსება ცის საერთო ფერი. რადობა. მეგობრებო, თემურ ბაკურაძე სიმღერა შექმნა. მოდი თემურ. კი ბატონო, ორი წვიდა. მე ამეტაცე დამკარგებს რა. საამშობლოს მოგესალმებით. ვერე შევქმნათ სიმღერა. არა, ორივე სიტუაცია თუ ძალიან გულითმიდა თქვა, მე წავიკითხე ჩვენი დრიფას თამაზის მამის შემოქმედება და აი ძალიან ესეთი სევდიანი და გულგული დავჩევ ესეთი ახალგაზრდა ასაკში ასეთი იჭი ადამიანი ტრაკულად დაიწყო. თამაზი ხოლო რომ იქნებაო ერთი ორი ლექსი რაღაცა სიმღერაო ამღერო რომელიმე ტექსტიო ლექსისოდა. ეხლა მე არც მომღერლად მიმაჩნია ჩემი თავი სუმერინდება და მით უმეტეს კომპოზიციის შექმნა და კომპოზიტორებზე არ მაქვს არანაირი პრეტენზია, მაგრამ თამაზი რა ხამთხოვა რაღაც ექსით როგორ გითხრათ, აი შევარჩიე შევარჩიე ორგუფლეტიანი პატარა ლექსი ძალიან ისეთი ინტიმურია მისი ცხოვრებიდან, ბატონი პლატონის ცხოვრებიდან და აი როგორც ლექსის რიტმი მოითხოვდა ისე აკორდები შევავსე ასე თქვა და რაღაც ესეთი ასე აკომპონიმენტი გავაკეთე ლექსი იქნება აკომპონიმენტი არ არის პრეტენზია არ მაქვს ეს არის ისეთი პატარა მელოდია ძალიან ესე იგი ლექსი ტრამვაიში თვითონ პლატონი გზავრობდა ტრამვაით და ჩასვლისას წინ ამას მანდელსანი და მას კითხა რომ მას მოგითხე რომ ჩალეხა თუ არა და დანარჩენს უკვე შინავს სიმღერიდან გაიგებდა Nacemazze cisartqela gauda gitxmas Cvarsapqevdan tepsen islebis para
ჩემს იმედვამას სილამაზის ხადამა მითხრა ჩადიხარო უპასუხე არა ჩემს იმედვამას სილამაზის ხადამა მითხრა ჩადიხარო უპასუხე არა მაგრამ მივხვდი ბეწვის ხიზე დამჩავედი როცა ჯადომ დარდის კბაში ჩამსვა აღაც ვიქრობნე რატომ არ ჩავედი მე ხომ სწორედ იქ მინდოდა ჩასვლა აღაც ვიქრობნე რატომ არ ჩავედი მე ხომ სწორედ იქ მინდოდა ჩასვლა კაციმორზე ცისარეთლა გავდა დიდხმას ძვარს აფრქვევდა მთებს ნისლების ფარა ჩემს იმდომას სილამაზის ხადმა მითხრა ჩადიხარო უპასუხე არა ჩემს იმდომას სილამაზის ხადმა მითხრა ჩადიხარო უპასუხე არა გნახედა სამყარო იერი იცვალა ვეღარ მოგაშორე თვალი ოისებ წინავდი სიცოცხლეს ფიცავარ ვითვარდის ბაგეზე ცვარი შეტოკვდი ალბათ თუ იგრძენი შეხება საოცრად მწყურვალი მზერის მზენ თეთრი ქედები ფაქიზად შეღება აისურ აწვების ფერით იმ წუთის ხვაშიაც აბარას გაუმალავ რა გზითაც არ უნდა უმალო მე შენ თუ გეტრფოდი ფიქრების ამარა შენ რადგავიზებდი ხალო ჩემთვის ერთი იყავ ვარსკვლავს სამეფოდან დავცდილობდი სიტყვა არ სადამცდენო და სიზმრებიდან ჩემთვის ცხადად გამოტანილს გიტოკავდა მკერდი მზე საფქვევდა ტანი თვალში გენთო მზერა როგორც ნაპერწკალი გულში დარჩა ყველას ცეცხლის ნატერფალი მერე გამერიყე ვერ უბედავდი ჩივილს ვიგონებდი მითებს ობლად დარჩენილი შევიხიზნე ბოლოს როგორც გულის ფეთქვა ვერ შევძელი მხოლოდ არაფერი მეთქვა დალია ძმაო პატრიოტის მამაჩემს ძალიან უყვარდა სტუმარი და ეზოსთან ვინმე რო ჩაიდგა ყოველთვის გადმოიფასებდა იქ თონეში გორიცხებოდა იქ არაყი იხდებოდა და აი ასე თონის კურზე არაყზე და ხაფზე და ნიორზე შეეძლო მთელი ძალიან კარგად უკრავდა გიტარას უკრავდა ფანგურს ხო და შვიდსინიან გიტარაზე უკრავდა და თვითონ აწყობდა იმ სიმღერებს მე არ გამოვყვა მუსიკის ნიჭი მარტო ჩემს ძმას გამოვყვა ხო ჩემს ძმას გამოვყვა და მე არა მე მარტო პოეზიის ნიჭი გამოვყვა ჩემს ძმას ლექსებსაც გაგცემ სანუნერი ვარ გასვლა დალია ძმაო რას უცდი წინაფარკერას როცავენ თავს დაკტრიალებს ბახუსი ვარ ერთმანეთის მოცალე დასალე გულსა მახუდე ჯიხვის რქა დევის მტკაველა ძარღვებში სისხლი გახურდეს რომ შევძლო მეტის დალევა ჰეი მედოლევ დახკარ დორს ისე რომ ცეკვა მომინდეს თამადამ კიდევ დასალოს კვლავ ასავსებად რომ ღირდეს არ დარჩეთ უღვინ